ლუნა, დარწმუნებული ხარ, რომ გამოგივა ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, სავსე მთვარის დროს ადამიანებს შეუძლიათ სხეულის შეცვლა. მე არ მჯერა ამის. თუ ჩვენ შორის არიან ისინი, ვისაც არ სჯერა ამის, შეგიძლიათ დატოვოთ ოთახი და ვინმეს ეშინია, მე არ მეშინია. პირადად მე მჯერა ლუნას ნათქვამის. მე ისიც კი გამიგია, რომ ადამიანებს შეუძლიათ ცხოველების სხეულების ფლობა. ბიჭებო, სავსე მთვარეობა მალე დაიწყება, დროულად ჩავიფიქროთ სურვილი. უკვე ვიცი, რასაც ვისურვებდი, მინდა კიდევ უფრო ძლიერი და მაგარი გავხდე და ჩემი კუნთები კიდევ უფრო ძლიერი გახდეს. ესაა ჩემი ოცნება. რასულელური სურვილია? უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე? მე მაგარი სურვილი მაქვს. დილით რომ გავიხვიძებ, მინდა რომ ზრდასრული ვიყო. ზრდასრულობას ახალისო არ არის. ყოველ დღე სამსახურში დადიხარ და ფიქრობ, როგორ იშოვო ფული. ეს არის ყველაზე მოსაწყენი რამ ცხოვრებაში. იქნებ ზრდასრული რომ გავხდე სამსახურში წასვლა აღარ დამჭირდეს, შემდეგ კი უსახლკაროდ დარჩები და ქუჩაში მაცივრის ყუთში იცხოვრებ და ნაგვის კონტეინერში მოგიწევს საწმლის ძებნა. პროდუქტების საყიდლად ფული არ გექნება. დაიჯერეთ ეს, უბრალოდ ხუმრობდი. არ მინდა ზრდასრული ვიყო. სხვა სურვილს ჩავიფიქრებ. მოკლედ, ჩემი სურვილი ასეთია. ბევრი, ძალიან ბევრი საღებავი მინდა, რომ ყოველ დღე სხვადასხვა ფერში შევიღებო ჩემი კიკინები. ძულს ნათელი ფერები. ლუნა, რომ იცოდე, კიკინებს შენთვის არ ვიღებავ. და ჩემი ოცნებაა ჰალკი გავხდე, ასეთი ძლიერი და ძლევამოსილი. ყველას შეეშინდება ჩემი. ნუ ღელავ ძმაო, შეგიძლია ჩემთან ერთად სპორტდარბაზში მოხვიდე და ჩემსავით დიდი და ძლიერი გახდები. უბრალოდ დარწმუნდი, რომ ბევრ ბანანს მიირთმევ. სავსე მთვარეობა დაიწყო. ვაუ, ნამდვილად სავსე მთვარეა ეს. ჰალკ, შეგიძლია ცოტა გაიწიო? ვერაფერს ხედავ. სურვილი უნდა ჩავიფიქრო. ახლავე უნდა ჩავკიდოთ ხელები და თვალები დავხუჭოთ. ახლა კი სამდიარ უნდა უთხრე საკუთარ თავს თქვენი სურვილი. არ მინდა რომ უსახლკარო ვიყო, არ მინდა უსახლკარო ვიყო, არ მინდა უსახლკარო ვიყო, მე მინდა ჰალკი ვიყო, მე მინდა ჰალკი ვიყო, მე მინდა ჰალკი ვიყო. აბა, გავძლიერდი? საღებავი მაქვს ახლა? ახლა მივხვდი, სავსე მთვარეობა სრული სისულელეა. თავიდანვე გითხარით, რომ ლუნა გვატყუებდა. არავის არ ვატყუებ, ვისაც სჯეროდა, მათი სურვილები ახდება. კარგი, მორჩა, ახლა მინდა რომ დავიძინო, მე სახლში მივდივარ. ჯანდაბა უკვე გვიანია, შეიძლება მშობლებმა მისაყვედურონ ამის გამო. მეც სახლში მივდივარ. კარგით ბიჭებო, ხვალ შევხვდებით. მეც დავიძინებ, იმედი მაქვს სურვილი ამიხდება. ვაუ, ჩანდაბა. ჰალკად გადავიქეცი. სურვილმა მართლა გაამართლა. ამინა, სწრაფად გაიღვიძე. ჩემი სურვილი ახდა, ჰალკი გავხდი. ჰალკ, რატომ ყვირი და რატომ მოხვედი ასე ადრე? ამინა, მე ჰალკი არ ვარ, ეს შენი ძმაა, კამილი. შენ რა, ვერ მცნობ? ჰალკ, სულელი ხარ? გადი ჩემი ოთახიდან და ნუხტუნაობ ჩემს აწოლზე. შენ მას გატეხავ. ამინა, გახსოვს გუშინ სურვილი ჩავიფიქრე, რომ ჰალკი გამختارიყავი. ეს ახდა და მე ახლა კამილი ვარ, ჰალკის სხეულში, ჯანდაბა. მაშ, როგორ ფიქრობ, სად არის ნამდვილი ჰალკი ახლა? როგორ ჩანს, ნამდვილი ჰალკი კამილის სხეულშია. ანუ ჩემს სხეულში. ვაუ, ეს კუნთები გასაოცარია უბრალოდ. ჰალკ, მგონი დროა იქიმთან მიხვიდე. შენ ლუზერი ხარ. გაითრია აქედან. და გეფიცები, მართლა? არ გჭირა ჩემი? 550 on the 5 sticky, come get high with me, that's a deal, right? Hey, Ben, ეს ჩემი კოკა-კოლა. თუ ვარჯიშამდე გაზიან სასმელს ისევ დალევ, მე გაგაგდებ ჩემი გუნდიდან. გაიგეს თუ ვერა? გატყდა. აი, დალიე. Ben, რატომ გაბრასდი?
ეს სკოლა უშაქროა, მასში შაქარი არ არის. შაქარი არ არის, მაგრამ გაზიანია. მთელი ვარჯიშის დროს მთელ სპორტდარბაზში ჰაერს აფუჭებ ხოლმე. დენ, შენ გაზების მანქანა, თითქოს არასოდეს აფუჭებდე ჰაერს. მე არასოდეს გავაკეთებ ამას. არც მე. დედამიწაზე ყველა აკეთებს ამას. შენც კი ბენს. შენ უბრალოდ განწყობა გამიფუჭემია. გაჩუმდი დენს. ვაუ, გაამართლა. მე კამილის სხეულში ვარ. ხელები ცოტა სუსტი მაქვს. სპორტდარბაზში უნდა წავიდე. ჰეი, კამილ, რა გინდათ? ძმაო, კარგად ხარ? რატომ ხარ ასეთი აგრესიული? ჰალკს მახსენებ, ძმაო. მე ჰალკი ვარ. ეს რა იყო ახლა? მენდი, მოზარდებს უნდა ვკითხოთ, სად სურთ მათ არტადეგების გატარება. გირჩევთ ზაფხულის არტადეგები კამპუსში პროდუქტიულად გავატაროთ. შეგიძლია გაზონის მotibwa, ხეების დარგვა და ღობის შეღებვა. მე ამას არ ვაპირებ. სხვათა შორის, ზაფხულისთვის დიდი გეგმები მაქვს და მე ვფიქრობ, რომ კამპუსში მყოფი თინეიჯერებიც ასე ფიქრობენ. ჰეი, კამილ, შეიძლება ერთი წუთით გესაუბრო? მენდი, კამილს სათხედავ. რა კამილი? მე ჰალკი ვარ. კამილ, ეს რამე ხუმრობაა? გონია ჰალკისგან ვერ განგასხვავებ? კარგი, დამოვიწყდა რომ მასთან სხეულები გავცვალე. ხო, მენდი, მე კამილი ვარ. კამილ, კარგად ხარ? ექიმთან უნდა წაგიყვანო დღეს, ძალიან უცნაურად იქცევი. მისმინე, მენდი, ვფიქრობ, იქნებ ჩვენ რამე უნდა გავაკეთოთ ერთად? რა? კამილ, სერიოზულად ამბობ? რა თქმა უნდა, მენდი, თუ გინდა, შემიძლია გაკოცო კიდეც. კამილ, შენ მეხუმრები? არა, ამოშალე ჰალკი შენი შავი სიიდან და მე გაკოცებ. ვერაფერს ხვდები. ჰალკი რა შუაში აქ? მარტივია, ის ჩემი ძმა, მინდა დავეხმარო მას. კარგი, თუ ეს შენთვის ასეთი მნიშვნელოვანია, მე მას ამოვშლი სიიდან. მორჩა, ამოღებულია. ახლა შეგიძლია მაკოცო. მოიცადე, მინდა რომ თელმა კამპუსმა ნახოს ეს. კამილ, ჩვენ ახლა წყვილი ვართ. კი, წყვილი ვართ. ახლა მე სპორტდარბაზში უნდა წავიდე. მოგვიანებით შევხვდებით. ღმერთო ჩემო, ეს დღეც დადგა. კამილი შეყვარებულიო ჩემზე. ღმერთო, ჯანდაბა. ეს მარტო მე დავინახე? არა, მეც დავინახე. მენდის აკოცა? ვაუ, და მე შემეძლო კამილის ადგილას ყოფილიყავი. გუფი, რაზე ლაპარაკობ? შენ ვერასოდეს იქნები კამილის ადგილას? ლოგიკურია. ესე იგი, კამილი და მენდი ახლა წყვილი არიან? პონკა, თუ მან აკოცა, მაშინ ისინი წყვილი არიან. კამილი და მენდი წყვილი არიან, კამილი და მენდი კოცნაობენ. ვაიმე გოგოებო, შეხედეთ, მან აკოცა მენდის არ არსებობს. ჰეი გოგოებო, როგორ მიდის თქვენი საქმეები? ვაუ, ფასლ, შეხედე, მენდიმ ჯგუფში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კამილი მას კოცნის. ურა, კამილ, ჩვენ ახლა წყვილი ვართ. ვაუ, მან თქვა რომ არ მოსწონდა არა და მენდი. სავსე მთვარემ ასე იმოქმედა მასზე? სისულელეა. ჩემი სურვილი არ ახდა. ჩემიც არ ახდა. ძალიან მინდოდა კიკინების მოხატვა არადა. ლუნა, წარმოგიდგენია? დღეს დილით ჰალკი შემოვარდა ჩემს ოთახში და მთელ ოთახში ყვიროდა რომ კამილად გადაიქცა. ეს ნიშნავს რომ სავსე მთვარე მიმუშავა. ლუნა, მართლა გონია რომ კამილმა და ჰალკმა სხეულები სავსე მთვარეობის გამო გაცვალეს? დარწმუნებული ვარ. ერთხელ სავსე მთვარის დროს გადავწყვიტე კატასთან სხეული შემეცვალა. და რა მოხდა, გაამართლა? არა, შანსი არ მომეცა, იმიტომ რომ დილით მას სკოლის ავტობუსმა გადაუარა და მუცელი ჩემს წინ ასფალტზე გაუსკდა. რა საშინელი ამბავია. რა ვუყოთ ახლა კამილს და ჰალკს? არაფერი, ეს თავად სურდათ მათ. გოგოებო, შეგიძლიათ უფრო სწრაფად იაროთ? გამარჯობა ყველას. გამარჯობა ახალწეულებო. ეს ტუპები მაღიზიანებენ. ლუნა, რჩევა ხომ არ გინდა? შავი ახლა მოდაში აღარ არის. თუ ოდესმე დაგჭირდება ნათელი და ლამაზი ტანსაცმელი, მომისმინე ფერადო ცისარტყელა, მე მძულს კაშკაშა ფერის ტანსაცმელი და არ მჭირდება შენი სულელური რჩევები. ახლა დაპირისპირებების დრო არ არის. კამილი და ჰალკი უნდა ვიპოვოთ. გოგოებო, მე გირჩევთ კაფეში წავიდეთ და ცივი ლიმონადი დავლიოთ. წავიდეთ. ბიჭებო, ჩვენ ყველგან გეძებდით. შენც ნახე როგორ კოცნი და კამილი მენდის? თელმა კამპუსმა ნახა ეს. ის ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.
იცი საერთოდ რომ მენდის არა კამილი, არამედ ჰალკი კოცნის. ჰალკი? გოგოებო, თქვენ ახლა დაბნეულები ხართ. ვიდეოში აშკარად კამილია. ხო, ჩვენ ბრმები არ ვართ. ეს კამილის ცხეულია, მაგრამ მის შიგნით ჰალკია. რას ფიქრობთ? სად არის ნამდვილი კამილი ახლა? ნამდვილი კამილი ჰალკშია. ძნელი გასაგებია? სავსე მთვარე მიმუშავა და კამილის სურვილი ახდა. ჯანდაბა, რატომ არ ახდა მაშინ ჩემი სურვილი? ეს იმიტომ მოხდა, რომ არ გჯეროდა მისი. რა მნიშვნელობა აქვს? გაამართლა თუ არა? ჩვენ უნდა დავეხმაროთ კამილს და ჰალკს. შემდეგი სავსე მთვარი ახლა ძალიან დიდხანს აღარ იქნება. ვიცი როგორც, მაგრამ ამას არ გეტყვი. ლუნა. კარგი, მე მაქვს შელოცვა, რომელიც მას დაეხმარება. მაშინ რატომ ზივართ ისევ აქ? წავიდეთ. გამარჯობა, ახალო წყვილო. კამილ, ძალიან მიხარია, რომ ახლა წყვილი ვართ და მთელმა კამპუსმა იცის. ხო, მისმინე მენდი, შეგიძლია დაეხმარო ჰალკს ყველა გამოცდის ჩაბარებაში? ყველა გამოცდა? ხო. კარგი, ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მთხოვ. ჰეი, დიდო ბიჭო, თუ შენს მეგობარს ეძებ, ის იქ არის მენდისთან ერთად. ისინი ძალიან სერიოზულად საუბრობენ. სასაცილო არ არის, სულელებო. საუკეთესო მეგობარო, შეიძლება გაგესაუბრო? ჰალკ, წადი, ვერ ხედავ რომ პაემანზე ვართ. თქვენი პაემანი მოიცდის. რამდენიმე კითხვა მაქვს კამილთან. ჰალკ, როგორ მოგწონს ჩემს სხეულში ყოფნა, ჰა? ეს ძალიან მაგარია. მე მომწონს ეს. წარმოიდგინე, მენდისთანაც კი დავახლოვდი. კარგი, მე დიდად არ მომწონს, რომ ჩემს სხეულში ხარ და ახლა კამპუსში ყველას გონია, რომ მე მენდის შეყვარებული ვარ. ნუ ღელავ, ეს ახალისოა, უფრო მეტიც, ეს სამუდამო არ არის. საერთოდ აღარ ვხალისობ მე ამით, დამიბრუნე ჩემი სხეული. არა, უკან არ დაგიბრუნებ, მე მომწონს კამილად ყოფნა და თუ ჰალკის სხეული არ მოგწონს, ეს ჩემი პრობლემა არ არის. მისმინე ჰალკი, სწრაფად დამიბრუნე ჩემი სხეული და წაიღე შენი. ოფლის სუნი ასდის მას. კამილ, სად ხარ? უკვე მომენატრე. მოვდივარ მენდი, ნუ ღელავ და ჩემს სხეულს სუნი არ ასდის. მე უკვე ვიყიდე ჩემთვის დეოდორანტი. იჩქარე და დროზე წადი ჩემი სხეულიდან, გეუბნები. მენდი ის გატყუებს, ეს კამილი არ არის, ეს ჰალკია. ახლავე გადი ჩემი სხეულიდან. გაუშვი მას ტკივა. რა ხდება, მეგობრებო? ამინა, ჰალკმა ჩემი სხეული დაიპყრო და წასვლა აღარ სურს აქედან. ჰალკ, სულელი ხარ? როგორ შეგიძლია კამილის სხეულის დაუფლება? ჰალკ, გაჩერდი, გადი კამილის სხეულიდან. მე ამას არ გავაკეთებ. სავსე მთვარის დროს ნებისმიერი სურვილი შეიძლება ახდეს. კარგი, ამ ცირკში მე არ მონაწილეობ. ახლავე ვეტყვი ბატონ მაქს ყველაფერს. რა უქნა ახლა? სამუდამოდ ჰალკის სხეულში ვარ ჩარჩენილი? შეგიძლია საკუთარ სხეულში ჰალკის გარეშე დაბრუნდე, იმიტომ რომ ეს შენი სურვილი იყო, უბრალოდ სამჯერ თქვი, სხეული დამიბრუნე. მხოლოდ სამჯერ. ო, მართლა? სხეული დამიბრუნე. სხეული დამიბრუნე. კამილ, ნუ გააკეთებ ამას. სხეული დამიბრუნე. არა. ისევ ჩემს სხეულში ვარ, ჩემი ხელები, ჩემი თავი, ყველანი მიყვარხართ. რატომ გააკეთე ეს? ეს ძალიან სახალისო იყო. ჰალკ. მეგობრებო, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ ჩვენს სახალხ სერიებს და ყველას დახვამდის. I know that you're trying to fix me, but I don't wanna be like you. If you wanna take it back to the 50s, maybe I'm not the guy for you. You're dying not to work, but work until you die, you know that's true. Have you thought it?